აუ რა ამბავი ამდენი საკომისიო კრიპტოს გადატანისას, ვარემ მთლიანად წაიყონ. მახსოვს 2021-ში ბულ მარკეტის დროს $50 ეთერიუმის გაგზავნისთვის ბირჟიდან ჩემს პირად საფულეზე $150 ეთერიუმს საკომისიოს მთხოვდა. გავარია. მაგრამ სტოპ. network fee ბირჟის საკომისიო არ არის. ანუ ეს ქსელი საკომისიო უფრო გავს იმ მარკას, რომელსაც კონვერტზე ვაწებებთ იმისთვის, რომ პოსტამ ჩვენი წერილი ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში მიმღებს ჩააბაროს. და ამაში ჩვენ ვიხდით ფულს, ანუ ერთვალ network fees. საფოსტო მარკის სახით. ასე რომ network fee არის blockchain-ის საკომისიო, რომ ტრანზაქცია ბლოკში ჩაიწეროს და ამ გადასახადს იღებენ ვალიდატორები, მაინერები და ასე შემდეგ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბირჟა ამ გადასახადთან არაფერ შუაში. ქსელები მრავალნაირი არსებობს: სწრაფი, ნელი, ჩქარი, ძვირი და იაფი. ამისათვის შეეცადეთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელ blockchain-ზე გაიტანოთ კრიპტო აქტივი. USDT იქნება ეს, Bitcoin-ი ან რაიმე სხვა altcoin-ი. ქსელის საკომისიოს ფასი ცვლადია. რაც უფრო მეტნი ვარ ქსელში და გადატვირთულია blockchain-ი, მით უფრო ძვირია საკომისიო. ასე რომ თუ გნებავთ სისწრაფე და სიაფე, არ გამოიყენოთ ძვირადღირებული ქსელები, როგორიცაა Ethereum ან Tron. ხო, Tron-იც გაძვირდა ბოლო დროს. Tron-ის თავკაც ძვირადღირებული ბანანების ჭამა უყვარს და ეთყობა ფული შემოელია. ხუმრობა იქით იყოს. ჩემი რჩევა, სწორედ აერჩიოთ ქსელი, მოერიდეთ პიკის საათებს და სანამ გააგზავნით მთლიან თანხას, ჯერ მინიმუმი თანხის სატესტო პატარა ნაწილი გაუშვით, აი რომ მივა, მერე დანარჩენიც მიაყოლეთ. აბა თქვენიცით. არასოდეს არ გაღარებდეთ და თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი, გამოიწერეთ კრიპტობაზარი, Pixel აკადემია და ივაჭრეთ ეროვნულ ბირჟა Bitnet-ზე, რა თქმა უნდა, კრიპტობაზრის რეფერალით. Arrivederci.